მოგესალმებით პატრიციულო მაყურებლებო, დღეს ჩვენი სამყაროს მე-11 გადაცემის წარდგენას გავაკეთებთ. თქვენ გემახსოვრებათ, ვინც ჩვენ გადაცემებს თვალს ადევნებს, გემახსოვრებათ, რომ ჩვენ ბევრ სხვადასხვა საკითხზე ჩავწერეთ გადაცემები, როგორც არის მითები, ზღაპრები, ლეგენდები და ასევე ჩავწერეთ გადაცემა, რომელიც განვიხილავდით ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ადამიანებისა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. კერძოდ ეს იყო მეხუთე გადაცემა, როდესაც ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი სალომე ემხვარი, რომელმაც აგვიხსნა თუ როგორ იწყება ბავშვობიდან ამ სამყაროში მოსვლა, ამ სამყაროს შეცნობა ბავშვის მიერ და შემდეგ ნელ-ნელა ჩართვა სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, რომელიც არის აუცილებელი ნაწილი ჩვენი ცხოვრების, იმიტომ რომ ადამიანი არის არსება, რომელსაც სოციალური ურთიერთობების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ეს სოციალური ურთიერთობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროა და კარგი იქნება თუ გავიცნობიერებთ მის მნიშვნელობას, დავინახავთ და გავითვალისწინებთ ჩვენი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას. და ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვია ჩემი მეგობარი ზურა ბრაჭული, რომელიც თავის თავს თვითონ წარგვიდგენს. მოგესალმები ზურა. გამარჯობა ნოდარ. მე ვარ პროგრამისტი, ბოლო რამდენიმე წელია დაახლოებით 10 წელია ვმუშაობ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ვაპროგრამებ და ვწვრთნი ნეირონულ ქსელებს სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად. ხო. თან საქართველოში არ ახარ. საქართველოში ვარ ხან არა. კი, რამდენიმე პროექტები ევროპაში, ამერიკაში, კანადაში. ხო. საკუთარი კომპანია გაქვს, როგორც ვიცი, ხო? კი, სტარტაპები. ჩვეულებრივი სტარტაპები, რომელიც ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო მიმართულება, მაგრამ ეგ მაგ საკითხზე რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს და ხელოვნურ ინტელექტს, მაგაზე ცოტა გადაცემის ბოლოსკენ გადავალთ. ჩვენ ახლა დავიწყოთ იმ საკითხით, რაც მე და შენ უნდა გვახსოვდეს, მე ძალიან კარგად მახსოვს ჯერ კიდე საბჭოთა დრო, როდესაც ცარიელი მაღაზიები იყო, ცარიელი დახლები და ვადაგასული კონსერვები დალაგებული, ანუ რომელიღაცა კონსერვი ეტყობა ხარისხით აღარგოდა და არ გაიყიდა და იმით იყო შევსებული თაროები. ესეთი მაღაზიები მახსოვს ძალიან კარგად ჩემ ბავშვობიდან. და ასევე ძალიან კარგად მახსოვს როგორი ძნელი იყო დაუშვათ თუნდაც უბრალოდ პურის ყიდვა ჩემთვის ბავშვობაშივე უკვე პრობლემა იყო. 90-იანი წლები ხო მახსოვს. ჩემს ბავშვობას 70-იანებში ძიგივე პრობლემა მქონდა. ბავშვი რო ვიყავი და რიგში რო ვიდექი ხოლმე და აი სულაც არ იყო სასიამოვნო პერიოდი. სასიამოვნო იყო პულს თუ მოიგდებდი ხელში, მერე კარგი იყო. მოკლედ ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ამაზე კიდე ცალკე გადაცემას გავაკეთებთ და ძალიან ვარ დავშორდეთ ახლა ჩვენს ასე ვთქვათ ძირითად თემას, რაც არის ადამიანებს შორის ურთიერთობა და არა ის სისტემა, რომელშიც ცხოვრობდით. მე მინდა ეს განვიხილოთ ჩვენი ბავშვობის დროიდან, რაც ჩვენ გვახსოვს, როგორი ურთიერთობები ყალიბდებოდა ადამიანებს შორის, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მეზობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, თუნდაც იგივე ამ ავად სახსენებელ 90-იანებში, როდესაც ყველას ძალიან გვიჭირდა და შემდეგ ნელ-ნელა გადავალთ იქითკენ, რაც იმ საკითხებისკენ, რომელზეც თავში ვთქვით. კეთილი. ადამიანური ურთიერთობები ალბათ ძალიან ბევრნაირად შეიძლება დაჯგუფდეს. არის ეკონომიკური ურთიერთობები ადამიანებს შორის, არის ფიზიკური ურთიერთობები ადამიანებს შორის, ნათესაური ურთიერთობები ადამიანებს შორის. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ რაღაც ჯგუფები ჩამოაყალიბონ და იურთიერთონ ერთმანეთთან. მე მგონი ეკონომიკური ურთიერთობების ცალკე გამოყოფა ცოტა რთული ამბავია, იმიტომ რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკონომიკურია, რაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა. ხო, იცი არის ესეთი გამოთქმა, რაზეც არ უნდა საუბრობენ ფულზე. ხო. შეიძლება მასედაც ითქვას. და შემოიყვანო ასე ვთქვათ გვერდიდან ეკონომიკა. ხო, გვერდიდან ეკონომიკა შემოიყვანო. ფულიც რომ არ იყოს და უბრალოდ ურთიერთობები იყოს, მაგალითად წავიდეთ თუ არა, დაუშვათ გავისეირნოთ თუ არა ბაღში. ესეც ეკონომიკური გადაწყვეტილება მე მირჩევნია ჯდომა
თუ მირჩევნია მეგობართან ერთად ბაღში გასეირნება, ეკონომიკური განათლება. ეკონომიკური ურთიერთობა, იმიტომ რომ ნებისმიერი მოქმედება მოძრაობაც კი. შენ თროღოლობს რაღაც ენერგიის დახარჯვას. ხო და ეს ენერგია შეიძლება შეაფასო. და ღირს ამ ენერგიის დახარჯვა თუ არა, მაგალითად გონება ყოველთვის ცდილობს რომ ენერგია დაზოგოს. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ ურჩევნია მზა პასუხი ვიდრე ანალიზი. ხო, გონება რომ ყველაფერს აანალიზებდეს, ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიდოდით პასუხამდე, იმიტომ რომ ახლა მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ტელეფონში როგორ ხდება დაუშვათ ჩაწერა, დაშიფრვა, გადაცემა რაღაცები, მე რო ეს გავიაზრო ყოველი მესეჯის, ანუ ყოველი შეტყობინების გაგზავნას, შეუძლებელი იქნებოდა მესეჯის ის შეტყობინების აკრეფა და გაგზავნა. ამიტომ შენ ადამიანი, მარტო შენ და მე არა ყველა იყენებს მხოლოდ იმ ნაწილს და მხოლოდ იმ ნაწილის გარკვევამდე მივდივართ, რამდენიც საჭირო ამა თუ იმ ქმედების გასაკეთებლად. და ეს მიდგომა ეხება არა მარტო ამ კონკრეტულ ქმედებს, არამედ ურთიერთობებსაც ადამიანებს შორის. ხო, ადამიანების ურთიერთობებს ეხება რა თქმა უნდა, მაგალითად კოლეგებთან ურთიერთობა, მეზობლებთან ურთიერთობა, ყველაფერი ერთმანეთშია. ჩვენ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა გვქონდა იმდენად, რომ იმ პერიოდში, როდესაც სერიოზული გაჭირვება იყო ადამიანებს უჭირდათ ყველგარი საცხოვრებელი საჭიროებების მოპოვება, დაწყებული ნავთიდან დამთავრებული პურით თუ პირიქით. და ამ დროს გამოჩნდა ადამიანის თვისება, ახლობლების თვისება, რომ ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ. გადახმარების ხელს უდიდნენ ყოველ ჯერზე და მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა კონფლიქტებიც იყო, ძირითადად ეს დაგვანახრო, თუ ადამიანებს უჭირთ, იქ გამოჩნდება თუ რამდენად ერთმანეთის გამტანები არიან ისინი. და ეს ურთიერთობები უშუალო და ასე ვთქვათ, მეგობრული თუ ერთმანეთის გამტანი ურთიერთობები ნელ-ნელა ჩანაცვლდა თუ შეივსო, ესეც საკითხავია, სოციალური ქსელებით, რომლებიც ნელ-ნელა გამოჩნდა, შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში 2000 წლებიდან. რა შეცვალა ამ სოციალური ქსელი? მე არ მახსოვს ახლა რომელი სოციალური ქსელი იყო პირველი, მაგრამ რა შეცვალა, რა შეიცვალა მისი შემოსვლით? როგორც კი გაჩნდა ინტერნეტი, ერთ-ერთი პირველი ფუნქცია, რომელიც ინტერნეტს ჰქონდა, ეს იყო ელექტრონული პოსტა. კი. ძალიან ბევრისთვის ინტერნეტი დაიწყო ელექტრონული პოსტი. ნუ 2000-იანიდან ეს იყო თავისთავად შეიძლება ჩათვალო, რომ ესეც არის რაღაც სოციალური ქსელი, როცა შეგიძლია ერთ ან რამდენიმე ადამიანს ძალიან სწრაფად გადაგზავნო ინფორმაცია. ეს საფოსტო პროტოკოლმა ეს ყველაფერი შექმნა და ძალიან გაამარტივა და დღესაც ძალიან პოპულარულია. უბრალოდ ამ ქსელთან მუშაობა იყო ძალიან ძნელი. იმიტომ რომ ჯერ თვითონ ინტერფეისი, ურთიერთობა, ეს სისტემა არ იყო ჩამოყალიბებული. ამის მერე ჩნდება ბევრი სხვა, მაგალითად ICQ, Miranda, რომელიც აძლევდა ადამიანებს უკვე ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გაეკეთებინათ. დაერეკათ ერთმანეთთან, ესაუბრათ, ელაპარაკათ. მაგრამ მერე 2000-იან წლებში ხდება ძალიან საინტერესო მომენტი. უცებ იწყება ყველა მედიის გაციფრვა. ტექსტი ხდება ციფრული, სურათი ხდება ციფრული, ვიდეო ხდება ციფრული, მუსიკა ხდება ციფრული, შენი მდებარეობა, კოორდინატები ხდება ციფრული და ეს ყველა მიცის. შენი მარშრუტი ხდება ციფრული. და აი ამ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და კიდევ რა, ამას დაემატა ის, რომ გაჩნდა სმარტფონი. პირველი ტელეფონი, iPhone-ი, რომელსაც ეს ყველაფერი შეეძლო რომ გაეკეთებინა. იყო ავტონომიური მოწყობილობა და ამ ყველაფერმა გააკეთა ძალიან დიდი ბიძგი, რომ სოციალური ქსელები განვითარებულიყვნენ. წარმოიდგინე, რომ გაქვს Facebook-ი, ყავს მეგობრები, მაგრამ არ არსებობს ციფრული ფოტოგრაფია. ხო. შენ იღებ მაგალითად შენი ყავისა და კრუასანის სურათს, ელოდები როდის გათავდება ფირიშეს ფოტოაპარატში. მიდიხარ ლაბორატორიაში, აბეჭდიებ ამ სურათებს, მოგაქვს სახლში, ასკანირებ და აგზავნი. აი ამიტომ როცა უცებ ყველა მედია გახდა ციფრული, ეს სოციალური ქსელი, სოციალური ინტერნეტით ურთიერთობა გახდა აბსოლუტურად შესაძლებელი. საინტერესოა. და გახდა ძალიან მარტივი. ეს ყველაფერი მოხდა ალბათ დაახლოებით 2007-2008 წლის პერიოდში. აი ახლა ისე მგონია თითქოს სულ ასე იყო ისეთი შეგრძნება. ხო, სულ ასე. ჯერ 20 წელიც არ გასულა ეს. ხო, წარმოიდგინე ახლა ამ პერიოდმა მოიტანა რა ნივთები ძალიან ბევრი ცნება, რომელიც ადრე იყო კონკრეტული, გახდა აბსტრაქტ, გახდა ხელშეუხებელი, მაგალითად მუსიკა.
მაგალითად, როცა 80-იან წლებს გაიხსენებ, მუსიკას ჰქონდა ფორმა, ეს იყო კასეტა, ეს იყო დისკი, ვინილის დისკი. აი ამ იმან გაციფრამ ეს მუსიკა გადააქცია იმათ სტრიმად, რომელიც შეგიძლია არც ჩაიწერო როგორც ფაილი, ისე მოусმინო შეს მოწყობილობაზე. ესევეა ფოტოსურათი, მაშინ იყო არა მარტო თვითონ ფოტოსურათი მატერიალური, არამედ ყველაფერი იმასთან დაკავშირებული, პროცესი იყო იმის უკან. ეს ყველაფერი უცებ გახდა ციფრული და ჩაეტია ერთ მოწყობილობაში. ამ ყველაფრის მერე სოციალური ქსელი გახდა შეუძლებელი რომ არ მომხდარიყო. იმიტომ რომ ადამიანებმა დაიწყეს გაცვლა უკვე ყველაფრის რაც მათ გარშემო. მაშინ შეგიძლია აჩვენო შენს მეგობარს მეორე კონტინენტზე, რას ჭამ, რას ხედავ, რას უსმენ, რას კითხულობ, ერთად უყუროთ ფილმს, ესეც კი შეიძლება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ციფრული და ყველაფერი შეიძლება ინტერნეტში გააატარო. ხო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ დაგვემატა უამრავი და რა სიტყვა შეიძლება კიდე იხმაროს კაცო ძალიან დიდი საშუალება რომ კომუნიკაცია გავზარდოთ ერთმანეთში. კომუნიკაცია გავზარდოთ ერთმანეთში. მაგრამ მეორე მხრივ რაღაცა დავკარგეთ კიდეც, ხო? მაგალითად დავკარგეთ ამ ციფრული ტექსტით ემოციების გადაცემის შესაძლებლობა. როცა შენ ბეჭდავ მესეჯს, იმისაც რომ გადაცე ეს მესეჯი სარკასტულია, იუმორისტულია, რეალურია თუ შეკითხვაა, იყენებ ემოჯიებს. კი. და სურათებს, რომელიც ემოციის შემცვლელია, რომლის ფუნქციასაც ადრე ტონალობა ან სახის გამომეტყველება ყოფნიდა. მაგრამ დღეს იმისაც რომ ეს ციფრული გახადო, დღეს ყოველ შემთხვევაში ეს არის დღევანდელი დღეს ნაპოვნი საშუალება, ხმარობთ ამ ემოჯიებს. მაგრამ 2000 წლები კიდევ ის არის, რომ ამ წლებში დაიწყო ძალიან დიდი მიგრაციები ქვეყნებს შორის. ძალიან ბევრი ადამიანმა დატოვა თავისი ქვეყანა, წავიდა სხვა ქვეყანაში სასწავლებლად, სამუშაოდ, ოჯახები გაიხლიჩა, მეგობრები გაიხლიჩნენ. აი ესე ძალიან დაეხმარა სოციალურ ქსელებს, რომ პოპულარული გამხდარიყო და ახლა ძნელია მაგალითად, როდესაც ადამიანი წასულია სამუშაოდ იტალიაში, ძალიან ბევრი არის ქართველი წასული იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთშიც არიან, ამერიკაშიც. და შეუძლებელია რომ ადამიანი ახლობელი დაუშვათ იგივე ოჯახის წევრი მოინახულო თვეში ერთხელ თუნდაც ამ ხელა მანძილზე არა მარტო დროის არამედ თანხის პრობლემაც არის მათთვის ხო შესაბამისად არა და იგივე მე იქ წასული ადამიანები მე ვიცი რომ სადაც არ უნდა იყვნენ ვისაც ვიცნობ ჩემი ახლობლები იქ არიან ფიზიკურად მაგრამ ცხოვრობენ აქ საქართველოში და ეს ისეთი განცდა, რომლის დაძლევაც ალბათ ადვილი ამბავი არ იქნება ბევრისთვის და ერთადერთი საშველი ისევ სოციალური ქსელია. ასე ხედავ. სოციალური ქსელია. არა მარტო სოციალური ქსელი. აი წარმოიდგინეთ, დღეს შეიძლება იცხოვრო რომელიმე ქვეყანაში. არ იცოდე ამ ქვეყნის ენა. კი. ყველაფერს აკეთებდე სახლიდან გაუსვლელად. შეიძლება ამ დროს შენი სამსახური იყოს მესამე ქვეყანაში. აი ცხოვრობ მაგალითად თბილისში, უყურებ ქართულ გადაცემებს, უსმენ ქართულ მუსიკას, ელაპარაკებ ქართულ მეგობრებს, გააღებ კარებს და იქ საფრანგეთია. თურმე კარზე არის საფრანგეთი, კი. ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, დღევანდელი ძალიან უპრობლემოდ შეიძლება მაგის გაკეთება. ხო, არა, ადრეც შეიძლებოდა ალბათ იმის გაკეთება, რომ დაუშვათ თუნდაც 100 წლის წინ თუ უცხოეთში წახვიდოდი და ქართულ წიგნებს დადევდი ქართულ დროშას და რაღაცა ეგეც საქართველოში იქნებოდი, მაგრამ კომუნიკაცია არ გექნებოდა საქართველოს. ხო, კომუნიკაცია ხო შეზღუდული იყო მარტო ძირითადად სატელეფონო საუბრები. ხო. სატელეფონო საუბრები და წერილები. ხო, ამ წერილებს კიდევ დრო ჭირდებოდა. ძალიან ნელი იყო და ახლა ფაქტიურად უშუალო ურთიერთობა მომენტალურად ღებულობს მეორე მხარე. მეორე სოციალური ქსელები სხვა არის მარტო კომუნიკაცია. სოციალური ქსელები ეს არის გამოცემები. აი როცა შენ შედიხარ და კითხულობ რაღაც ლენტებს ამ სოციალურ ქსელში, შეკითხულობ ფაქტიურად ჟურნალს, გაზეთს, რომელსაც თვითონ მომხმარებლები ქმნიან. ხო. საქმე საინტერესო ისაა რომ ფაქტიურად იმ დონემდეა მისული სოციალური ურთიერთობები რომ ყველა ადამიანი თვითონ არის გამომცემელი რეალურად შეგიძლია გახდე გამომცემელი შეგიძლია გახდე ტელეპროდიუსერი YouTube-ზე გქონდეს არხი სადაც შეგიძლია
იმაზე მეტი მომხმარებელი ყავდეს, ვიდრე ზოგიერთ სატელევიზიო არხაზე აქვს. კი, თუ კი მოახერხებ ადამიანების დაინტერესებას. თუ მოახერხებ ადამიანების დაინტერესებას. თუ მოახერხებ გაყიდვა შენი ინფორმაციის. კი. ანუ ესე იგი სოციალური ქსელების შემოსვლა როგორცა Facebook-ია თუ Instagram-ია თუ Twitter-ია თუ რაღაცა, YouTube-ი თუ რა ვიცი, რომელიც არ უნდა აიღო, ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ადამიანის ცხოვრებაში და თან ისე ბუნებრივად არის შემოსული, რომ ჩვენ მის გარეშე ადამიანთა ალბათ ძალიან დიდ უმრავლესობას, ალბათ ყველა არ ხმარობს, მაგრამ დიდ უმრავლესობას მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ახლა კიდე ერთი გადატრიალება არის დაწყებული, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს. ეხლა ხომ მითხარი, რომ ხელოვნურ ინტელექტის საუბარზე მუშაობ და იქნებ თავიდან სანამ უშუალოდ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ საზოგადოებაზე, იქნებ ვთქვათ, კი, მაგრამ რა არის ხელოვნური ინტელექტი? რას ნიშნავს ის ინტელექტია მართლა? რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი არ არის ინტელექტი, მაგრამ ეს არის ყველაზე ახლოს ინტელექტთან, რაც კაცობრიობას როდესმე შეუქმნია. ძალიან ბაძავს ხელოვნური ინტელექტი ნამდვილ ინტელექტს, ძალიან გავს, შეუძლია გაიაროს ტესტები და დაარწმუნოს ადამიანი, რომ ადამიანია და არა ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ პრინციპულად ძალიან განსხვავდება. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. აი თავის დროზე, როცა ადამიანს გაუჩნდა მოთხოვნილება, შეექმნა ტრანსპორტი. რომ დაეწყო მიბაძვა, როგორ მოძრაობენ ცხოველები. დაკარგავდა ძალიან ბევრ დროს ამ ცხოველის მოდელირებაში და შეიძლება არაფერი არ გამოსულიყო. მაგრამ ადამიანმა დაიწყო სხვა გზიდან, დაიწყო ბორბლიდან. ეს ბორბალი განავითარა. ბორბალი ასრულებდა იგივე ფუნქციას, გადაადგილდებოდა, რაღაც ამარტივებდა ამ გადაადგილებას, მაგრამ სხვანაირ მეთოდს ხმარობდა. და იქამდე მივიდა, რომ ბოლოს ცხოველთა სამყაროში ბორბლისის არანაირი არის, იმიტომ რომ ფაქტურად ცხოველთა სამყაროში ძნელია შექმნა, იმიტომ რომ ეს არის ორი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნივთი, ღერძი და ბორბალი. ხო. რომელთანაც აი ფიზიკური კავშირი ძალიან ძნელია. ალბათ ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება. მაგრამ ეს ბორბალი როცა ბოლოს ისე განვითარდა, ბორბალია ფაქტიურად ყველა დაზგი, რომელიც რაღაცას ჩარხავენ, ბორბალია ელექტროსადგური, ბორბალია ის. მივედით იქამდე, რომ Boston Dynamics-მა შექმნა რობოტი, რომელიც დარბის როგორც ძაღლი. ის ბორბლებზეა ის? არა, ბორბლებზე არ არის, მაგრამ ხო მივედით იქამდე და ბორბალი იყო ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, რომ ამ გამოგონებამდე მივსულიყავით. ამიტომაც იცი ახლა ხელოვნური ინტელექტი ჯერ გავს ინტელექტს, ძალიან გავს, მაგრამ ინტელექტი რა თქმა უნდა არ არის. ხელოვნური ინტელექტი ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული ცოდნა. სტრუქტურირებული ორგანიზებული ცოდნა, რომლიდანაც შეგვიძლია გამოვიღოთ ნებისმიერი მიმდევრობა სიტყვების. და ეს სიტყვები ჩვეულებრივ არ განსხვავდება ადამიანის მიერ შეთხზული ფრაზისაგან. კი. აი თუ არსებობს რამე მეთოდი, როდესაც დავუშვათ ხელოვნურ ინტელექტზე ურთიერთობები, მიიხვდე აი ამ პასუხების უკან ხელოვნური ინტელექტი დგას თუ ადამიანი. რანაირად შეიძლება კითხვების დასვა ისე, რომ ეს ინფორმაცია ამოიღო. როცა ხელოვნურ ინტელექტს ასწავლი, ეს ტექსტი, რომელსაც ნეირონული ქსელი კითხულობს, ტრანსფორმერი, რომელიც კითხულობს, გადის ძალიან ბევრ ფენებს. ამ ფენებში თითოეულ ფენაში რაღაც ხდება. მაგალითად, პირველ ფენაში შენი ტექსტი იშლება ტოკენებად. ტოკენი შეიძლება იყოს 100 ამ ტექსტის, შეიძლება იყოს მთელი სიტყვა, ან შეიძლება იყოს სიტყვის ნაწილი. ტოკენი საიდან მოდის ეს ტერმინი, რას ნიშნავს? ტოკენი ეს როგორც მონეტა, როგორც ყველაზე პატარა ეს ელემენტი. ტოკენი ეს არის აი როგორც მეტროში იხდი მაგალითად, პატარა მონეტა. არა, კი, ეგ ფიზიკურად კი ვიცი, მაგრამ აი რა სახელები ხო იცი, ისა ნამდვილად არ ვიცი წარმომავლობა. ანუ ერთეულია ინფორმაცია. ხო, რომელიც შეიძლება 100-ც იყოს და შეიძლება სიტყვაც. შეიძლება 100 იყოს. თუ ჩვენ ავიღებთ ამ ტექსტს და დავშლით 100-ების დონეზე. ხო. ამ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება ამ ენაში რომელი რა სიგრძის სიტყვებია ძირითადად, რომელი ასოების შეთანხმებაა ყველაზე ხშირი.
ესეთ ნეირონულ ქსელს ბოლოს არ ექნება შესაძლებლობა რომ შექმნას ახალი ხო, ტექსტი. მოდი არ დაგავიწყდეს ის ახლა მინდა რომ ის განმარტოთ, რატო ეძახით ნეირონულ ქსელს. ნეირონული ქსელი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია და ეს ხო ცოცხალი ორგანიზმი არ არის. იმიტომ რომ სულ პირველად როცა დაიწყო ეს ხელოვნური ინტელექტი, ყოველთვის ცდილობდნენ რომ მიებაძათ ნეირონებისთვის. იქნებოდა ნეირონები, ელექტრონული ნეირონები, რომლებიც ერთმანეთთან ისევ იყო დაკავშირებული, როგორც წარმოგვიდგენია რომ არის დაკავშირებული ტვინში. დღევანდელი ტრანსფორმერი ანალოგიაა და ამიტომ შეძახით ნეირონული. თორე დღევანდელი მაგალითად ხო ჩვენ რო ავიღოთ ყველაზე ცნობილი GPT, GPT არის დაფუძნებული ტრანსფორმერზე. ეს მეთოდიკა არის Google-მა გამოცა 2017 წელს პატარა სტატია, რომელშიც იყო აღწერილი, როგორ მუშაობს ტრანსფორმერი. ამან დაუდო საფუძველი მთელ ამ თაობას ხელოვნური ინტელექტებისას. ფაქტობრივად ეს GPT, Grok-ი, Google-ის ეს ყველანი არის დაფუძნებული ამ ტრანსფორმერზე. ანუ ტრანსფორმერის გარეშე ვერც ერთი მუშაობს. ტრანსფორმერი ეს არის მეთოდიკა, ეს არის ალგორითმი, როგორ გაანალიზო ტექსტი და როგორ აქციო მანქანურ ცოდნად. ანუ ეს მეთოდიკაა და არა რამე პროგრამული პროდუქტი. არა, ეს არის ალგორითმი, რომელიც მე პროგრამად უნდა ჩამოყალიბდეს, არსებობს ერთი პროგრამები, არის ძალიან ბევრი ვერსია, არის open source-იც, ანუ შეგიძლია გადმოიწერო და შენ თვითონ ღია კოდი, შენ თვითონ შეგიძლია შეისწავლო ეს კოდი, შენ თვითონ შეგიძლია დაამატო. აი ახლა მაგალითად პირველი ტრანსფორმერები იყო დაახლოებით 2, 3, 4 ფენა. ხო. აი პირველი ფენა როგორც გითხარით, თქო გაანალიზებს დაშლის ტოკენებად. ტოკენი შეიძლება იყოს 100. თუ დავშალეთ 100-მდე, ესეთი ნეირონული ქსელი მე ვერ შეძლებს სწორი ტექსტის გენერირებას. იმიტომ რომ იმან სიტყვები არ იცის, მაგრამ იცის ასოები. მაგრამ შეძლებს ახალი აი ტექსტის გაკეთებას, რომელიც თითქოს ქართულია. თითქოს ინგლისურია. მაგრამ თუ მან სიტყვის შედგენა სიტყვები არ იცის, შეადგენს ახალ სიტყვას, რომელიც მნიშვნელობაც გაუგებარი იქნება, მაგრამ როცა კითხულობ, ყურში იქნება თითქოს ქართულს უსმენ. ან თითქოს ინგლისურს. ისე მასეთ ქართულს მოусმენდი, ხო, საინტერესო. სულ მაინტერესებს როგორ ჟღერს ქართული ენა უცხო ყურში. ხო, როცა არ გესმის ეს სიტყვები. ხო, ახლა მე შემიძლია შევადარო იტალიური და ჩინური ერთმანეთს, იმიტომ რომ არც ერთი არ მესმის, მაგრამ იტალიური მუსიკალობა მესმის. და ჩინურის ხო და აი თუ ტოკენიზაციის დეტალიზაციას ესე დაწევ ქვევით ასოებამდე, მაშინ უკვე ეს სისტემა ისწავლის არა სიტყვებს, არამედ ასოები როგორ არის ამ ენაში. ხო, მაგრამ მუსიკალობაც ხო დაიკარგება მაგ დროს. არა, იცი რა საინტერესოა. მუსიკალობა არის რა კომბინაციები დგება. მე გამოგისწავლი ლექს და წერილს მაგის ქართულს. აი ძალიან მაინტერესებს ისე ამ გადაცემასაც დაურთოთ იქნება ეგ გამოგზავნა. ამის მაგრამ ჩვეულებრივ ტოკენი არის მარცვალი. აი მარცვლებად იშლება. მარცვალი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა ზომა, თვითონ სიტყვები არა, მარცვლები და თითოეული ინდექსირდება. ამის შემდეგ სისტემა იწყებს იმის განსაზღვრას, სად არის ზმნა, სად არის არსებითი სახელი, როგორი ესა აქვს, რა ქვია, გრამატიკული ფორმა, რა ტიპის ტექსტის ნაწილია, რა სტილია, რა ემოციური დატვირთვა აქვს ამ წინადადებას ამ ტექსტ თუ რაღაცას და ეს ყველაფერი გროვდება უზარმაზარ მატრიცაში. აი ემოციურ დატვირთვას როგორ უნდა გებულობდეს ის? ემოციურ დატვირთვის გაგება არ არის ძნელი იმის მიხედვით, იმიტომ რომ სიტყვების მინდევრობა, აქცენტები და ესეთი რაღაცები დაახლოებით 10-15 წლის წინ უკვე არსებობდა კოდი, რომელსაც მიცემდი ტექსტს და გეტყოდა ეს ტექსტი პოზიტიურია თუ ნეგატიურია, დამცინავია თუ ნეიტრალურია. ეს სისტემები არსებობს. და ესე ვის შემუშავებულია ეგ ტრანსფორმერი თავის დროზე Google-მა გამოცა, ხო? Google-მა გააკეთა ეს ტრანსფორმერი და 2017 წელი, 2018 წელი იყო წარმოადგინა. ღია წყაროდ დადო თავიდან. ღია წყაროდ დადო ალგორითმი. და ამიტომ ამის შემდეგ შეგიძლია რომ შენ შექმნა შენი ტრანსფორმერი ამ ალგორითმის გამოყენებით. ეხლა დღევანდელი GPT-ები ესენი ყველა არიან ფაქტიურად ამ ტრანსფორმერის ბაზაზე. აი ეს GPT-T სწორედ ეს ტრანსფორმერია. GPT-ს კი ქვია მასე ChatGPT, მაგრამ ხო, generative ყველა იმას არ ქვია. არა, ყველას არ ქვია, მაგრამ აი ჩვენთვის ხო ყველაზე ცნობილი GPT-ა, მაგრამ აი მაგალითად იგივე Grok-ი, იგივე ის არის ტრანსფორმერი, უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმ მონაცემებით, იმ ინფორმაციით, რაც გამოიყენეს სწავლებისთვის. აი ახლა მაგალითად იმაში ამ უზარმაზარ მატრიცაში ერთდროულად არის არქაული ტექსტები, ძველი სახარება, შექსპირი, დოსტოევსკი, ნოდარ დუმბაძე, ის რა ქვია,
ჩესტერტონი, ყველა ერთად არის. ყველა სტატია, ამინდის პროგნოზები, კამათი ფორუმზე და აი ამ უზარმაზარ მასივში თუ რამე ოდესმე მე დამიწერია, ისიც არის. ისიც იქ არის, ხო? ისიც იქ არის. და ეს მთელი ეს ინფორმაცია არის ორგანიზებული ისე, რომ როცა ჩვენ ვეტყვით, აი მაგალითად დამიწერე წერილი, ჩემს მეგობარ კოლეგას უგზავნი წერილს, იმის რომ მაგალითად ხვალ სამსახურში გამომიაროს ან რაღაც ასეთი. ამ სისტემამ ჯერ პირველ რიგში უნდა იპოვოს ამ წერილის ფორმატი, უნდა მოარგოს იმას და დაიწყოს ამ წერილისაც. მაგრამ ამ წერილს არასოდეს არ დაიწყებს ისე რომ აი ხელში ვიღებ კალამს და გიძღვნი სალამს და ასე. იმიტომ რომ ეს სტილიც გაანალიზებულია სწავლის დროს. თითოეული ამ ფრაგმენტის თითოეული ამ წინადადების. მისინჯია სტილის მისცემ ასეთი στილის წერილი დამიწერე და გიწერს ისეთი სტილის. სტილი უნდა მიცე, თემა უნდა მიცე და სტილი შეგიძლია მიცე ეპოქა, შეგიძლია დაწეროს ისე როგორც ილია ჭავჭავაძე დაწერდა, შეგიძლია დაწეროს ისე როგორც გრიგოლ ორბელიანი დაწერდა. საინტერესოა. აი ადამიანს რო შეუძლია მესმის, მაგრამ ესე იგი რა ხარ ხელოვნური ინტელექტსაც ხო და აი ეს ისე კარგად კეთდება, ისე კარგად აკეთებს ამას, რომ იქნება ილუზია ხელოვნური ინტელექტის. თორე პირველად როცა ეს ქაღალდები გამოქვეყნდა და ეს ინფორმაცია მაშინ ინტელექტს არ ეძახდნენ, მაშინ ყველა ეძახდა ტრანსფორმერს. საინტერესო რა არის იცი? მე ახლა რო ვიხსენებ ჯერ კიდე 90-იან წლებში იყო მოსაზრებები, რომ კომპიუტერი ჩანაცვლებს ადამიანებს ის შეიქმნება. ის ფილმიც კი რო არის გადაღებული, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა თავისთავად აღიქვა და მე დაიწყო ადამიანის მოშორება როგორც ასეთი, უფრო ადრეა გადაღებული, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი რეალობაში გაჩნდა და შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ანუ ეს არსებობდა ასე ვთქვათ მოსაზრების დონეზე, რადგან ფილმებსაც კი იღებდნენ. ხო, აი მაგალითად ახლა ხელოვნური ინტელექტი ხო პირდაპირ არის რობოტებთან დაკავშირებული, თუ გვექნება რობოტები სჭირდება ინტელექტი, ეს ინტელექტი ალბათ ხელოვნური იქნება, ხო? აი მაგალითად 40-იან წლებში შეიმუშავა აზიმოვმა რობოტის 3 წესი. აი ეს გაზიმოვზე ხო, წამიგეთ. მე 60-იან წლებში შემუშავდა უკვე ტესტი, როგორ უნდა შეამოწმოს მანქანაა თუ რობოტია. აი მაგალითად აი ტესტი რომ მანქანა და რობოტი წარმოიდგინე რომ შენ ესაუბრები ვიღაცას ფარდის უკან არ იცი ის ადამიანია თუ რობოტი მიხვდები თუ არა რომ ის რობოტია თუ ხელოვნური ინტელექტი თუ ვერ მიხვდები ხო და ზუსტად მაგ კითხვა დავსვით ეხლა როგორ უნდა მივხვდე ის ხელოვნური ინტელექტია თუ ადამიანი დაუშვათ ესაუბრები ვიღაცას იმით რა ქვია რომელიმე სოციალური ქსელით მე როგორ უნდა მივხვდე ადამიანი მელაპარაკება თუ რობოტი თუ მეუღლება თუ კარგად ყურადღებით წაიკითხავ ტექსტს შეიძლება თვითონაც მიხვდე მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს უპრობლემოდ შეუძლია იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაანალიზოს ყოველი შემდეგი სიტყვა აი მაგალითად ჩვენ ავირჩიეთ პირველი სიტყვა შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ეს ტრანსფორმერი პოულობს რამდენიმე სიტყვას, რომელიც შეიძლება ამ სიტყვას მოყვებოდეს. და თითოეულის ალბათობა რომლის ალბათობა უფრო მაღალია რომ იყოს. თუ ხელოვნური ინტელექტი ამ ტექსტს გაყვება და შეამოწმებს, რომ ყველა შემდეგი სიტყვა არის ყველაზე მაღალი ალბათობის მატარებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანამ გააკეთა. ანუ მე ისევ რაღაც პროგრამა უნდა გამოვიყენო, რომ ხო, პროგრამა შეუძლია ამის დადგენა. ისე რაღაც ესეთ ხუმრობასავით შემხვდა ერთხელ საინტერესო დროში ვცხოვრობდო ისა ხელოვნური ინტელექტი ამოწმებს შენ ადამიანი ხარ თუ არა ის რო გავდის ხოლმე სპეციალური ტესტი ხო შენ ხო ვერ მიხვდები მაგის მიხედვით არის რამდენიმე ტესტები მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტესტია ჩინური ოთახის ტესტი როდესაც შენ ზიხარ ოთახში ამ ოთახს აქვს ერთი პატარა ფანჯარა შენ ვერ ხედავ ადამიანებს და შენ გაწვდიან ბარათებს, რომელზეც წერია შეკითხვა ჩინურად. ან ისეთ ენაზე, რომელიც შენ არ გესმის საერთოდ. მაგრამ შენ გაქვს წიგნი, რომელშიც არის ყველა შესაძლო შეკითხვაზე პასუხი. შენ ამ ბარათის იეროგლიფებს პოულობ შეკითხვების ნაწილში და იღებ პასუხს და უბრუნებ უკან. ანუ შენ გააზრებული არა გაქვს? შენ გააზრებული არა გაქვს, მაგრამ ყოველთვის აძლევს სწორ პასუხს. ხო, თუ იეროგლიფს სწორად იპოვი იმ შენ მანქანა ადვილად პოულობს მანქანა ძალიან ადვილად პოულობს მაშინ ესეთ ჩინურად ეს ისეთია ეს არის ხელოვნური ინტელექტის პარადოქსები რომელიც ჯერ კიდევ ამოუხსნელი აი მაგალითად ამ შემთხვევაში ესეთ მანქანას შეიძლება ეწოდოს ინტელექტი
შეიძლება ეწოდოს ან იმ ადამიანს, რომელიც იმ ფანჯრის უკან ზის, შეიძლება ეწოდოს ჩინურის მცოდნე. აი, მათ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი არ ვიცი არსებობს თუ არა. კერძოდ რა არის ეს ინტელექტი საერთოდ? თუ გიფიქრია ამაზე. ინტელექტი ალბათ განმარტებით ჯობია ენციკლოპედიაში წავიკითხოთ, იქ რომ კარგად იქნება განმარტებული. მაგრამ ინტელექტი ეს არის ყველაფრის კომბინაცია, ეს არის ჩვენი შეგრძნებები, ჩვენი მეხსიერებები, ჩვენი ანალიზის უნარი, აბსტრაქციის უნარი, რეფლექსიის უნარი, ანუ საკუთარ თავთან საუბრის უნარი. ხო, ეგ ყველა თვისება არის სინამდვილეში არის გარკვეული ინფორმაციის მიღების და გადამუშავების უნარი იმისთვის, რომ შენ იცხოვრო და იცოცხლო, ხო? ცხოვრება არსება. მიიღო გადაწყვეტილებები. ხო, არსებობს ესეთი ფილოსოფოსი ნოე ჰარარი, რომელიც კი ვახსენე ადრეც მე მგონი, რომელიც მასეთ საკითხებზე მუშაობს და მასეთ საკითხებზე წიგნი აქვს გამოცემული რეალური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი და რას გამოიწვევს ეს ადამიანთა ცხოვრებაში. ნუ ის ამაში დიდ რისკსაც ხედავს, მაგრამ შენ როგორ უყურებ, არის რისკი იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი ასე სწრაფად ვითარდება? ხელოვნური ინტელექტი რომ პასუხობდეს მარტო ტექნიკურ შეკითხვებზე, პრობლემები არ იქნებოდა. მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს ხშირად უსვავენ შეკითხვებს, სადაც არის მორალური გადაწყვეტილება მისაღები. სწორია ეს აქციელი თუ არ არის სწორი ეს აქციელი. აი ეს მორალური კოდექსი ხელოვნური ინტელექტის დღესაც არის ძალიან დიდი საუბრების და გარჩევების თემა. აი როგორ უნდა ვასწავლოთ აი ამ იმას ტრანსფორმერს, რა არის სწორი გადაწყვეტილება და რა არის არასწორი გადაწყვეტილება. რა არის მორალური გადაწყვეტილება და რა არის ამორალური გადაწყვეტილება. თუ ამისთვის გამოვიყენებთ ადამიანების საქციელს, ეს ყველაფერი დროში იცვლებოდა, მაგალითად 100 წლის წინ რაღაც იყო სწორი, დღეს აღარ არის არასწორი, იგივე სწორი. არის მეორე გზა, რომ შეიქმნას რაღაც კონსტიტუცია, რაღაც კოდექსი ხელოვნური ინტელექტისთვის. სადაც იქნება ის წესები ჩამოყალიბებული, რომელსაც ვინ უნდა შექმნას ეს კოდექსი? ხო, აი ვინ უნდა შექმნას ეს კოდექსი, ხო? ამიტომაც აი ეს არის ჯერჯერობით ერთ-ერთი ისეთი პარადოქსი, არის მოაზროვნე არსება ჩვენს გვერდით, რომელსაც შეგიძლია ესაუბრო ყველაფერზე, მაგრამ რამდენად ჩვეულებრივ დღეს როგორ არის? დღეს ეს ტრანსფორმერი ერგება ტრენდს, თან ეს ყველაფერი ხო ქვეყნიდან ქვეყანაშიც განსხვავდება. მაგალითად, რჩევა, რომელიც შეიძლება ერთ ქვეყანაში სწორი იყოს, მეორე ქვეყანაში შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. მაგას ითვალისწინებს. ხო, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მუშაობს დღეს ეს სისტემა. მაგრამ ეს არის ალბათ ისეთი პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია, რომლებსაც ფსიქოლოგები დაჭირდებიან, მორალისტები დაჭირდებიან. აი ფსიქოლოგები და ხელოვნური ინტელექტის პროგრამისტები უნდა დაგხვდათ ერთად ესე იგი და მორალისტები. მორალისტები, არ ვიცი რანაირად, მაგრამ არის ფსიქოლოგიური საკითხი, მაგრამ ასე მორალური საკითხიც არის, რომელზეც ალბათ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ნაფიქრი. ჩვენს გონებას ხო აქვს აბსტრაქციის უნარი. მაგალითად არის თემები, რომლებიც აბსტრაქტულია, ეს არის ეთიკა, ესთეტიკა, რელიგია, ფილოსოფია. ეს ჩვეულებრივ არის ისეთი აბსტრაქტული თემები. უსასრულობა მაგალითად. აი ეს ყველაფერი აი უსასრულობის წარმოქმნა არ შეგვიძლია უბრალოდ ხო, უსასრულობის წარმოქმნას ყველაზე კარგად ალბათ გვაძლევს, როცა ვარსკვლავებიან ცას უყურებ და მათემატიკა. სადაც აი ეს რიცხვების მათემატიკაში კი არის უსასრულობა, ჩვენ წარმოქმნა არ შეგვიძლია. წარმოქმნა არ შეგვიძლია, ხო. მაგრამ მაინც ხო ვიყენებთ ამ ცნებას ჩვენს ფიქრში. მათემატიკურად მესმის მათემატიკურად ვიყენებთ ხო ამ ფიქრში. ის მაშიც რა ქვია, წარმოქმნებში და აბსტრაქციის დროს ვიყენებთ. მე ერთის საკითხი მახსენდება ახლა ეს ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ძირძირობამდე ვერ ჩავალთ და ყველაფერს ვერ განვიხილავთ, მაგრამ ზოგიერთი რაღაცა მინდა რომ ამასთან დავაკავშირო. მახსოვს ადრე წლების წინ იყო შემხვდა რაღაცა საიტი იყო თუ რაღაცა ეგეთი იყო, სადაც ნებისმიერი ტექსტი რო დაგეწერა გეტყოდა იქ სად ქონდა განთავსებული ეს, ანუ ყველანაირი შესაძლო კომბინაცია იყო ჩაწერილი რაღაც უჯრედებში განლაგებული. და ეს რამენაირად უკავშირდება ამ ხელოვნური ინტელექტის ამას.
იცი როცა აი წეგან რო კითხე 60-იან წლებიდან დაიწყო ეს მუშაობა, მაგრამ მე ჩაკვდა, იმიტომ რომ აი კომპიუტერები არ იყო ძლავრი საკმაოდ. მაშინ ვერ მიაღწევ. ხო, მე 80-იანებში ისევ წამოიწია ამ თემამ და აი მაშინ გაჩნდნენ ეგეთი ჩატბოტები, რომლებსაც ჰქონდათ ესეთი ხე გადაწყვეტილებების და იმის მიხედვით ჯერ რა სიტყოდი, შეეძლოთ ეპასუხათ რაღაცა პასუხი. მაშინ ახლა ისიც გასაგებია ის ფილმები რისაფუძველზე გადაღებული, რომელიც უფრო ადრე იყო ვიდრე რისაფუძველზე. იმიტომ ეს ყველაფერი გაჩნდა 80-ში, მაგრამ მე ისევ მას ქნა, იმიტომ რომ ზღვარს მიაღწია. აი შემდეგი ზღვრისათვის უკვე აქეთ იყო რევოლუცია საჭირო მოსახდენი, რომ განვითარ. მე ძალიან შეუწყო ხელი ამ ყველაფერს ბიტკოინების და სხვა ის რა ქვია ვალუტის წარმოქმნამ, იმიტომ რომ გაჩნდა აუცილებლობა ძალიან ძლიერ გამომთვლელ პროცესორებზე. კი. და მაშინ დაიწყო აი ეს მრავალბირთვიანი პროცესორების მასიური წარმოება. ფაქტიურად ეს არის იგივე სისტემა, რომელიც გამოიყენება ამ იმის რა ქვია ხელოვნური ინტელექტის სწავლებისას და მუშაობის დროს. მრავალბირთვიანი პროცესორები. აი ერთად მოხდა ძალიან ბევრი კომბინაცია 2000-იან წლების დაალასტა. საქმე ისაა, რომ არ ვიცი სხვას როგორ, მაგრამ ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ეს განვითარება თანდათან უფრო ჩქარდება თვით ყველა პროცესი ერთმანეთს რო არის დაწყობილი, თავიდან თუ თითო ის რეალებდა, ასე ვთქვათ, ემატება ესე და თანდათან მეტი და მეტი ფენა უფრო და უფრო სწრაფ განვითარებას იწვევს. როგორც ის რა ქვია, ზავი აგროვებს და აგროვებს. ვითარდება, მე ხდება რაღაც რევოლუციური ნახტომი. აი ხლა მაგალითად იგივე ეს ტრანსფორმერი ეს არის რევოლუციური ნახტომი ყველაფრის იმისგან, რაც მანამდე იყო. ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტს რა თქმა უნდა ვიყენებ უკვე კაი ხანია, მაგრამ აი ტრანსფორმერის შესახებ არ ვიცოდი, რომ ეგ ყველაფერი ამ ტრანსფორმერს ეყრდნობა და თუნდაც ხო, ეს არის 100 GPT-ში. GPT-ში ხო, მივხვდი. ხო, და მე სწორედ ეს GPT, ეხლა ეს GPT არის როგორც წარმოიდგინე უზარმაზარი მატრიცა, რომელსაც ყველაფერზე იცის პასუხი და რომელიც არაფერზე არასდროს არ იტყვის, არ ვიციო. ახაც პასუხს, მაგრამ მაინც შექმნის. მაგრამ ხშირად იტყუება. მაგრამ არ იტყუება. იმისათვის რომ ამ სისტემასთან ურთიერთობა ყოფილიყო, შეიქმნა ამისათვის იქნება ძალიან ბევრი გარე პროგრამები, რომლებიც ამ ტრანსფორმერს იყენებს სხვადასხვა ფუნქციებით. მაგალითად არის Grammarly, ეგეთი ცნობილი პროგრამა, რომელიც ამოწმებს შენს ტესტებს. დიდი ხანია რაც არსებობს. დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ძველი ვერსიებისაც ხმარ. ეხლა მაგალითად მე მგონი ბოლო Grammarly ხმარობს GPT 3.5-ს. დაიწერა ასევე პროგრამა ChatGPT. ეს არის პროგრამა, რომელიც აკეთებს ბაძავს აი სწორედ 90-იანი წლების chat room-ებს. როდესაც შენ ზიხარ და ვიღაცას ესაუბრები. უსავს შეკითხვას და ის პასუხობს. ხო და ის რატომ მითხარი, არ იტყუება, ხანდახან არასწორ პასუხებს რატო იძლევა? ეს უბრალოდ შეცდომაც რო იყოს, მაინც თქვენი გამოდის. ტყუილი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ამ სისტემაში არ არის სიმართლე. აი ამ სისტემას არავინ არ ამოწმებს ეს პასუხი, ეს როგორ შეიქმნა. ამ სისტემამ, აი იმიტომაც არის ტრანსფორმერი და generative transformer. ეს სისტემა ყველა შეკითხვაზე მოგცემს ტექსტუალურ პასუხს. არა, ტექსტი იძლევა, მაგრამ მცდარ პასუხს რო იძლევა, ეგ ეს უკვე შენი ის არის, რომ შეამოწმა არის მცდარი პასუხი თუ არა. შეგიძლია აიძულო, შეგიძლია გააკეთებინო deep research-ი, დაუბრუნო ეს პასუხი და უთხრა რომ გამიანილეს. ბოდიში დილობიანია, მაგრამ მოსი საყდურს ვერ იცი. ხო, აი ესეც ის არის, ეს მორალური უნდა ესეც ის არის კოდექსი, რომ რა შემთხვევაში მოიხადოს ბოდიში. რა შემთხვევაში მოიხადოს მადლობა. ო მადლობასაც იხდის ხოლმე რომ შეუსწორე რაღაცები და უთხარი მადლობა მას დავიმახსოვრე. წარმოიდგინე რომ ეს არის ესეთი დიდი მატრიცა, მრავალფენიანი, მრავალგანზომილებიანი, რომელშიც ეს ტექსტი არის დალაგებული და მოთავსებული სტილის მიხედვით, დროის მიხედვით, გრამატიკის მიხედვით, ენის მიხედვით და მაგას ფიზიკურად რომელიმე სერვერზე ინახავს ერთიანად თუ უბრალოდ მისამართები იცის სად არის განთავსებული ესა თუ ის ინფორმაცია. არა, ალბათ ეს რამდენიმე სერვერზეა ეს განლაგებული. ხო, იმიტომ რომ ერთ სერვერზე მაგის თავმოყრა შეუძლებელი იქნება. ახლა შეგიძლია აიღო პატარა მოდელი და კონდეს საკუთარ კომპიუტერზე სახლში. ამ შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება ინტერნეტი, თუ გჭირდება წერილების, პატარა ლექსების გენერირება, ან პატარა ფოტოსურათების გენერირება, პატარა ვიდეოების გენერირება, ეს თავისუფლად შეგიძლია გააკეთო ერთ საკუთარ სახლის კომპიუტერზე.
ხო, მაგრამ იმას ვერ იქნება იმ ხელა ბაზა, რამ ხელა ბაზა ჩვეულებრივ ინტერნეტში. ეს შენი კომპიუტერის შესაძლებლობებზია. ხო. იმიტომ რომ ეს ბაზები, ანუ ეს ნასწავლი ინფორმაცია, ანუ ცოდნა, რომელსაც ქვია, არის სხვადასხვა ზომის. ისე თვითონ მაგის პროგრამა რამდენად დიდი არის? პროგრამა არ არის ძალიან დიდი არის აი ეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ხო, მონაცემთა ბაზა, თავარი, ასე ვთქვათ, მეხსიერება ტევადი, მაგრამ თვითონ პროგრამა, რა ვიცი, ახლა მე პროგრამირებაში რაც ვიცი, არსებობს ციკლები, პროგრამები, რაღაცები, რაღაც ეგეთი. თვითონ ეს პროგრამა ზუსტად ეგეთი პროგრამული ენით არის დაწერილი, მაგრამ ეძებს აი ამ მატრიცაში ამ მრავალგანზომილებენ. თავის თავს თუ ცვლის. არა, კოდი თავის თავს არ ცვლის. არ ცვლის თავის თავს? არა. ეს ჯერ კიდევ მომავალია. კოდი არ ცვლის, მაგრამ შეუძლია შეცვალოს ისე რომ ის როგორ ეძებს ამ ყველაფერს. მაგალითად ეხლა შენ რომ უთხრა დამიწერე ლექსი ყველაფრის მითითების გარეშე. რაღაცა ლექს დაწერს. მაგრამ როგორც კი ეთქვი რომ დამიწერე ლექსი მაგალითად სიყვარულზე, მაშინ უკვე იცის იპოვის რაღაცა ფორმატს, რომელიც ის არის და დაგიწერს ამ სიყვარულზე ლექსს. მაგალითად შენ რომ უთხრა რა ფერისაა ცა. ჩვეულებრივ შეკითხვაზე იფხარს ალბათ სიტყვას ცისფერს. მაგრამ თუ ეს მოთხოვნა არის ტექსტისთვის, შეიძლება გამოიყენოს ფირუზისფერი. იმიტომ რომ განა მარტო სიტყვებს შორის არის კავშირი შენახული. არის შენახული კიდევ რომელი სიტყვები, რომელი ტიპის ტექსტებში გამოიყენება. ხო. და რადგან მაგას ცივად ანგარიშობს და არა ემოციურად ადამიანისგან განსხვავებით, ეგ ყოველთვის ზუსტად იპოვის იმ შესაბამისობას და იმ კომბინაციას, რომელიც უფრო შეესაბამება არსებულ მოთხოვნას. იმიტომაც ქვია ასეთ სისტემებს სტატისტიკური სისტემები. ეს არის ფაქტურად სტატისტიკური სისტემა. გახსოვს აი Nokia-s ტელეფონებზე გაჩნდა პირველად მე მგონი T9 ტექსტის შეტანის, როცა შენ იწყებდი ასოების ბეჭდას და ის ამთავრებდა იმ სიტყვას. გასაკუთრებით ინგლისურად. არ მახსოვს Nokia მქონია მაგრამ. ხო, აი დაახლოებით ესე მუშაობს. ანუ ვარაუდობს რომ ამ სიტყვას უნდა წერდეს და გახმარება, ხო? მაგრამ როგორ თუ დაეთანხმები და იმ სიტყვას, მაშინ რომ შემოგთავაზებს უკვე შემდეგ სიტყვას. თუ იმასაც დაეთანხმები შემოგთავაზებს შემდეგ სიტყვას. ეგ ძალიან საკმაოდ ძველი ამბავია. ძალიან ძველი ამბავია, ხო, ძალიან ძველი ამბავი. ის არ ითვალისწინებდა არც ემოციებს, არც სტილს, იმან არ იცოდა შენ ლექსს წერ, მოთხრობას წერ, SMS-ს წერ, პოსტს უგზავნი. ამან ეს ყველაფერი უკვე იცის. ახლა ყველაფერი ამის შემდეგ რაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე ვილაპარაკეთ და გამოვიდა რომ ჩვენი გადაცემის ძირითადი ნაწილი მისი რაობის გარჩევას მოვანდომეთ და პატუცოლო ტელემაყრულებო გესმით ალბათ რომ ნახევარსაათი და არც 100 ჯერ ნახევარსაათი არ ეყოფა გაარჩიო ხელოვნური ინტელექტის რაობა რაც წარმოადგენს ჩვენ ძალიან ზედაპირულად განვიხილეთ. ამასთანავე მინდა კიდე რაღაცნაირად მიუბრუნდე საკითხს, რას შეცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. სოციალურმა ქსელებმა ისედაც ხო რეალური ფიზიკური ურთიერთობას მოგწყვიტა ჩვენ, მაგაზე ანეკდოტებიც კი არის. მაგალითად დამომახსოვრდა ადრე წლების წინ წავეკითხე ვიღაცამ დაწერა, გუშინო ჩვენთანო შუქი გაითიშაო თუ ინტერნეტი გაითიშაო და მომიხდა ოჯახის წევრებთან ერთად საღამოს გატარებაო. და აღმოაჩინე რომ თურმე ძალიან კარგი ხალხი ყოფილიყო, მე სიამოვნა მათთან ურთიერთობაო. ანუ რაღაც ესეთი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები იმდენად ჩაერთნენ ამ სოციალურ ქსელებში, რომ პირადი უშუალო არავერბალური ურთიერთობები თითქმის რა ნული არ არის, მაგრამ ძალიან შემცირდა. ხოლო ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა ამ ურთიერთობებს კიდე შეამცირებს ალბათ. თუ არ შეამცირებს. ან შეამცირებს ან არ შეამცირებს. გაამარტივებს. მაგალითად შენ შეგიძლია შენ შეყვარებულს შექსპირის დონის სონეტებით ელაპარაკო. ან ისეთივე ხიარული და ენამოსრებული ყო ცირანო დე ბარჟერა, ყველაფერზე კონდეს სწორი პასუხი. შეიძლება იყოს ძალიან შენთან ლექსი დამიწერეო, ახლა იმასთან წავა, ხო? ეს ყველაფერი, მაგრამ იცი ისევ ის არის, აი გაჩნდა მოთხოვნილება ამისი, როცა ყველაფერი გახდა ციფრული, მე ავტომატურად ჩნდება სურვილი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ციფრული ინფორმაცია ადვილი შესანახია, ადვილი გადასაცემია და როგორც ჩანს ძალიან ადვილი შესაქმნელია.
ახლა ჩვენ რო ქონდეს მაგალითად ფუნჯი და საღებავები და ტილო, რომ შევქმნათ რაღაც ნახატი, თუნდაც აბსტრაქტული, აუცილებლად დაგვჭირდება რაღაც მექანიკური მანქანა, რომელიც ამ ფუნჯს ჩააწევს საღებავში, გაუსვავს იმას, ჩაუსვავს იმას. იმისათვის რომ გააკეთო ციფრული ფოტოგრაფიის სინთეზი, იგივე აბსტრაქტულის, არაფერი არ გჭირდება, გჭირდება რამდენიმე ხაზი კოდის, რომელიმე ენაზე. და რაღაცა სურათ შეგიქმნის. აი ამან მოიტანა, აი ახლა მაგალითად იგივე ტრანსფორმერს განა მარტო ტექსტის გენერირება შეუძლია ნახატის გენერირება. შეუძლია ვიდეოს გენერირება. შეუძლია მთელი საუბრის გენერირება. შეგიძლია რომ მაგალითად რომელიმე შენ თუნდაც საქმიან პარტნიორთან ურთიერთობა მთლიანად რომელიმე GPT-ს დაავალო. და სავარაუდოდ შესანიშნავად გაართმევს თან. შეცვლის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, შეცვლის, მაგრამ საით შეცვლის და როგორ შეცვლის? მე მეშინია და არასასურველი იქნება თუ ეს ურთიერთობები უფრო ხელოვნური და ისეთი გახდება. და მაგრამ აი ახლა რომ წარმოვიდგინო მაით მიდის თუ არა მაგას ვერ ხვდები. აი მე წეღარ რომ ვილაპარაკეთ ფენებზე. ხო. ხელოვნური ინტელექტი მაგალითად პირველი თაობები იყო 3-4 ფენა მარტო. და ეს საკმარისი იყო თქვა ტექნიკურად. დღეს არც კი ვიცით რამდენია. აი მაგალითად GPT-5-ზე ამბობენ რომ ეს რამდენიმე ასეული ფენაა. წარმოიდგინე რამდენი სხვადასხვა პარამეტრი ტექსტის იშიფრება და ინახება ამ მატრიცაში. აი ამ სისტემის ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონტენტი, იმიტომ რომ შემდეგ ფაქტობრივად დღეს რაც გვაქვს ტექსტი ამ სისტემაში უკვე ჩატვირთულია. იმისათვის რომ მაგალითად გავვრცნოთ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 ვერსიები ამ სისტემის, ჩვენ გვჭირდება ახალი ტექსტი, რომელიც უნდა შეიქმნას. თუ ამ ტექსტის დიდი ნაწილი GPT შექმნილი იქნება, მაშინ შეიძლება ძალიან საინტერესო შედეგები გამოვიდეს შემდეგ თაობებში. ადამიანის როლი სად არის? ადამიანის როლი ალბათ იქ იქნება, სადაც იყო, როცა ადამიანმა გააკეთა კალკულატორი, ამან ხომ არ მოშალა არაფერი, უბრალოდ გაადვილა რაღაც საქმიანობა. ისე მაგ უკვე სულთად ეკონომიკური საკითხია, როდესაც ფიქრობენ, რომ ეს ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა ადამიანებს სამუშაოს დააკარგულებს და ასე შემდეგ აღარ იქნება. ეგ სული 200 წლის წინაც იყო, როდესაც ტექნოლოგიები შემოდიოდა ახალი. ხარმა შეჯამა. ხო, მაგრამ სინამდვილეში მაგ დროს ყოველთვის ხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ ახალი მანქანა რო შემოვიდა და დანადგარი ამან გაამარტივა და შეამცირა ადამიანის ხელის საჭიროება, დაუშვათ იგივე ფიზიკურ შრომაზე ან რაღაცა, მაგრამ სამაგეროდ უფრო მეტად საჭირო გახდა ოფისური სამუშაო, ან დაუშვათ მერე მოგვიანებით პროგრამირება და ასე შემდეგ. ანუ სამუშაოები კი არ გაქრა, არამედ უფრო მეტი მრავალფეროვანი სამუშაო და უფრო კვალიფიციური მუშახელი გახდა საჭირო. მუშახელი ნებისმიერი მიმართულებით. ამიტომ საბოლოო ჯამში იმან რომ შრომა გაადვილდა, გამოიწვია არა სამუშაო ადგილების შემცირება, არამედ იგივე რაოდენობის დასაქმებულმა ადამიანმა შექმნა უფრო მეტი დოვლათი და ცხოვრების დონე გაუმჯობესდა. ეს არის იმ განვითარების შედეგი, რაც მე-19 საუკუნეში მოხდა, მე-20 საუკუნეში მოხდა. მაგრამ რას იზამს ხელოვნური ინტელექტი ახლა? ხომ არ ჩაანაცვლოს ადამიანებს? ხელოვნური ინტელექტი ალბათ ადამიანებს ჩაანაცვლებს, ალბათ რაღაც პროფესიები გაქრება. როგორც ყოველთვის. ახლა პროფესია როცა ქრება, ადამიანები, რომლებიც იმ პროფესიაში არიან, გადადიან რამე მონათესავე პოულობენ, ან ზოგიერთი მზად არის, რომ საერთოდ შეიცვალოს თავისი პროფესია. მაგრამ ახალი მომავალი თაობა იმ პროფესიას უკვე აღარ აითვისებს. ხო და ის რამდენი პროფესია არსებობდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. კი. მაგალითად ეტლების დამამზადებელი კომპანიები აღარ არსებობს დღეს, ხო? თუნდაც ახლა რამდენი წლის წინ კიდევ ბეჭდავდნენ, იყო ესეთ ჩვეულებრივი ამკრებები, რომლებიც ამ ტყუის ხო, ვიზარ ხო გაქრა ეს პროფესიები. ძალიან მანქანაზე რომ მუშაობდნენ, ხო? ხო, საერთოდ მანქანაზე. ალბათ სადაც კიდევ ბეჭდავენ, შეაქვთ ეს ინფორმაცია სადღაც, მაგრამ ეს ყველაფერი, ამიტომაც ბაზარზე, შრომის ბაზარზე ცვლილებები მოხდება. სავარაუდოდ დღესაც უკვე ხდება. მაგალითად მე მინახია კომპანიები, სადაც ადრე თუ 3-4 კაცი იჯდა მარკეტინგის გაყოფილებაში, რომელიც კლიენტებთან ურთიერთობდა, ბროშურებს ამზადებდა, პრეზენტაციებს აკეთებდა, დარჩა ერთი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს იმ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. პროგრამირებაშიც დიდი ცვლილებებია.
აი თუ შენ გაქვს წარმოდგენილი შენი პროგრამის სტრუქტურა, წარმოდგენილი გაქვს შენი პროგრამის არქიტექტურა, უშუალოდ კოდი, საკმაოდ ხარისხიანი, დღესვე შეუძლია დაგიწეროს ამ სისტემას. კი, ვიცოდე, რომელიღაც სისტემაში ვცადე და საკმაოდ კარგი კოდს წერს. ამიტომ ახლა აი მაგალითად დამწყები ჯუნიორ პროგრამისტები შეიძლება რომ ისეთი საჭირო აღარ იყოს ცოტა ხანში. ხო, მაგრამ მეორე მხრივ თუ ეგ ეტაპი არ გაიარა პროგრამისტმა, მაღალკვალიფიციურ იმას როგორ მიაღწევს? ანუ პრაქტიკა ხო უნდა დააგროვოს როგორღაც? რა არის იცი, ეხლა შეცხო პროგრამირება ძალიან ადრე დაიწყე. ამიტომ ეხლა როცა მივედით იქამდე, რომ მაგალითად Python-ის ერთი სიტყვა print ცვლის აი კოდებს, რომელიც ადრე ხელით გინდებოდა დაწერა, ის პროგრამისტები ხო აღარ არიან დღეს, რომლებიც ციფრებით წერდნენ. ანუ პირდაპირ სწავლობ იმას, მაგრამ ერთი პრობლემა ადამიანი ხო არ კარგავს მაგით უნარს, რომ თლაც სიღრმეებში გაერკვიოს იმ პროცესების, რაც ხდება. ჩვენ უკვე ბევრი ამის პროცესში, მაგათ როგორ მუშაობს შენი მანქანა ბოლომდე ხარ გარკვეული? როგორ მუშაობს შენი კომპიუტერი ბოლომდე ხარ გარკვეული? ხო, რა თქმა უნდა, არც ვცდილობ, იმიტომ რომ როგორც თავიდან აღნიშნეთ, ჩვენ ვცდილობ ჩვენი გონების რესურსების გამოყენებას. ხო, გონება არის ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი ჩვენ სხეულში. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ენერგია დავზოგოთ. ამიტომაც იჯერება ადვილად რაღაცებს. კი. იმიტომ რომ ეს ვერ გამოიკლებ გამორიცხული. ამდენს ვერ გამოიკლოდა. მაგრამ იცი პროგრამირება როგორი შეიძლება გახდეს? ესეც ისევ სპეკულაციაა, მე არ ვიცი რა იქნება სინამდვილეში. მაგრამ როგორც ადრე გჭირდებოდა მანქანურ კოდებზე დაწერა, ყველა ციკლის დათვლა, რამდენი ციკლით მოითხოვდა ამის ოპტიმიზაცია და რაღაცა. მივედით იქამდე რომ ერთი სიტყვით ცვლი ამ ზოგჯერ ნახევარგვერდ კოდს. ეხლა ავალ შემდეგ ეტაპზე, როცა მანქანას პირდაპირ ეტყვი რომ დამიწერე კოდი იმისათვის, რომ მაგალითად ებაში რა ქვია მიკროპროცესორმა აანთოს ნატურა იმისთვის და ამას შეძლებს ამ კოდის დაწერა. ეს მოდული ადრე მოდული, რომელსაც პროგრამისტები ურთიერთობდნენ, ანუ პროგრამისტის ტოკენი, იყო პროცესორის ბრძანება. აი პროცესორის ბრძანება ისეთი დონის, გადაგზავნე ეს რიცხვი რეგისტრი A-დან რეგისტრ B-ში. უფრო პრიმიტიულიც იყო ნოლების და ერთების. ხო, უფრო პრიმიტიულიც იყო. ახლა მე ვამბობ საიდანაც ჩვენ დავიწყეთ. დღეს ხო ეს აღარ არის. ეხლა ალბათ ეს ტოკენი, რომლითაც შენ იურთიერთებ როგორც პროგრამისტი, იქნება გაცილებით დიდი. დამიწერე ინტერფეისი, მაგალითად, მონაცემთა ბაზასთან. სადაც მე მინდა შევინახო ინფორმაცია ჩემ სტუდენტების შესახებ. ეს იქნება ალბათ ყველაზე ისეთი პატარა ტოკენი. ესე იგი, მარჩილობის ეტაპამდე მივედით. და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ზუსტ იმიტომ რომ მომავლის პროგნოზირება ძნელია. ხო, ამის პრეტენზიაც არ აქვს, რომ ჩვენ ზუსტად განსაზღვროთ რა იქნება მომავალში, მაგრამ საინტერესო რო იქნება, ამას ეს ნამდვილია. და ჩვენ ყურადღება თვალყური უნდა ვადევნოთ ამ განვითარებას, რა როგორ განვითარდება და ვადაპტირდეთ იმ ვითარებასთან, რაც შეიქმნება მომავალში ამის შედეგად. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ზურა, საინტერესო საუბრისთვის. თუ შემდეგი რამე ისეთი იქნება კიდე საჭიროება და შემთხვევა ამ თემაზე საუბრის გასაგრძელებლად, როცა ახალი აღმოჩენები იქნება, კიდე დავიძეთ და ვისაუბროთ მსგავსი. სიამოვნებით. მადლობა. დიდი მადლობა.